გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, მედია კავშირი ობიექტივის სტუდიიდან პირდაპირ ეთერში 1 საათის, თითქმის 1 საათის განმავლობაში თქვენთან ერთად ვიქნებით მე ირაკლი კობრავა და ბატონი გიორგი კარტოზია. მოგესალმებით. გამოჩნდება ეკრანზე ტელეფონის ნომერი, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ პირდაპირ ეთერში. მოგვაწოდოთ თქვენი აზრები დღევანდელ დღესდღეობით მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციებზე, რომელიც რა თქმა უნდა დაძაბული და ფეთქებადია და ჩვენ გვაინტერესებს რა ხედვები გაქვთ თქვენ იმაზე, რა გამოსავალი შეიძლება მოვძებნოთ, როგორ შეიძლება მოვძებნოთ, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდობიანი და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ნორმალური ქვეყნის შექმნისათვის პირობები. უამრავი პრობლემა დაგროვდა და პრობლემაზე გვიმატებს ხელისუფლება, რომ ერთი პრობლემა მოგვარებული არ არის, რომ მეორე პრობლემა ჩნდება. საერთოდ გარეჯის ამბავი საერთოდ მიივიწყეს. დავით გარეჯი ისე გადაახურდავეს, რომ მიაფუჩეჩეს ყველაფერი და არც საიდან ხმარისმის და არც საიდან გამოხმაურება არ არის და ხალხის ვაკუუმში არის, რა ხდება იქა. მერე ეს რაღაც ქალაქების მშენებლობა, რომელზეც რა თქმა უნდა ყველას პროტესტი გაუჩნდა და ესეც მიაფუჩეჩეს და ეხლა თურმე განათლების სისტემაში კატასტროფაა და ამას მიადგნენ ეხლა და ისე გამოვიდა, რომ ახლა არც ექსპერტები ვართ, არც მე პირადად არა ვარ განათლების სფეროში ექსპერტი, მაგრამ როგორ შეიძლება ჰუმანიტარული და ტექნიკური უნივერსიტეტების ერთმანეთში აზრვა, ერთმანეთში შერწყმა და ერთი მონსტრის გაკეთება იმ დროს, როდესაც იმ დღეს იყო ეს პაპუაშვილი გამოსული და ამბობს, რომ ჩვენო იმ დღეს რომ დაარსდაო უნივერსიტეტი, აი იმ დონის ხალხი ვარ თუ ანუ ადარებენ თავს ჯავახიშვილს, მელიქიშვილს და სხვას ადარებენ თავს, სულ გარეკეს ხალხო, აღარ იციან რა გააკეთონ და ბოლოს ისიც კი ვეღარ დამალეს, რომ ჩვენ გვინდა რომ გავყიდოთ ეს რაც ქონება აქვს ტექნიკურ უნივერსიტეტსო. მაშინ სულელები ყოფილან, რომ გამოყვეს უნივერსიტეტიდან ტექნიკური უნივერსიტეტი, გამოიყო სამედიცინო ინსტიტუტი, უნივერსიტეტი, გამოიყო სამხატვრო აკადემია, სპორტის აკადემიაც ქონდა, მაგრამ გააქრეს და გააჩანაგეს და კორპუსები დადგეს იქ, სადაც ისინი იყო. კონსერვატორია, სოფლის მეურნეობა და ზოოვეტი იყო კიდე. ეს სპეციალობები იყო. სპეციალობები გპ-ის რო იძახით ხალხო, ეს გპ-ი მაქვს დამთავრებული, უამრავი ლაბორატორიები იყო, უამრავი დარგები იყო, რომელიც გააქრეს. ყველა დარგი იყო შენებლობიდან დაწყებული, მიკროჩიპებით აწყობა, ყველაფერი იყო. გააქრეს, გაანადგურეს და ეხლა ტერიტორიები უნდათ ფული იშოვონ, ფული ჯიბეს ჩაიდონ და ეს მე არ ვიცი რა უნდათ, რა გინდათ, ვერ გავიგე. ბოლო გამოაცხადეთ, რომ ჩვენ ვართ აქ და თქვენ არავინ არ ახართ. ამას კი გვეუბნებით, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ბედავთ პირდაპირ როგვითხრათ. პირდაპირ ხმას ვერ ბედავენ, შემოვლით ექსის. არჩევნები, არ ჭირდება არაფერი, ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადი. საბავშვო ბაღის დონეზე ხართ. სადღაც ოლიმპიადის გახსნაზე ჩავიდა ეს ჩვენი ძვირფასი პრეზიდენტი, ჩაუსაფრდნენ ვიცე-პრეზიდენტს, კარიდორში შეხვდნენ, ხელი ჩამოართვა, ეხლა ხო იგნორს ხო არ გაუკეთებდა, ახლა უთხრეს ეთყობა საქართველოს პრეზიდენტს. ესე იგი, იმან როგორც კი ხელი ჩამოართვა ჩვენმა პრეზიდენტმა, ეგრევე იგრძნო, რომ გადატვირთვა დაიწყო. გადატვირთვა დაიწყო. ელოდებიან ეხლა ზარს თურმე. ხო, რომ აი ტვირთი ჩვენ და ფილოსოფოსი რა გვარია ესა? შათერიშვილს ალანძღინებენ ამ ტრამპს და ხო deep state-მა მოგიყვანათ ხელისუფლებაში. 13 წლის წინ ვინ იყო ამერიკის ხელისუფლება?
არ იყო ლიბერალური იმათმა ხომ მოგიყვანეს და დღეს როგორ შეიქმნეთ ეს კონსერვატორები გადავირიეგაც აგერ ჩამოფრინდა კავკასიაში ვიცე-პრეზიდენტი ჩავიდა სომხეთში მოილაპარაკეს იმას რაც ბატონი თარხალმოურავი იძახის რომ მომავალი ტექნოლოგიები ეს არის მიკროჩიპები და მისი დამზადება იქ სომხეთში მოილაპარაკესო იქ გაიხსნება ეს ყველაფერი შეიარაღებასაც მიიღებენ მერე ჩავა აზერბაიჯანში და აზერბაიჯანი და სომხეთს დააკავშირებენ და ჩვენ სადა ვართ რას ველოდებით ჩვენ აღარაფერს ველოდებით თქვენ გისმენთ ალო დიახ მოგესალმებით გამარჯობა ეს ამბავი შვილო მოდის 30 წელიწადზე მეტია რაც საბჭოთა კავშირიდან გამოვყავით ეს დასავლეთმა ქნა ყველაფერი რაც აქნა ეს არივა და ჩვენ არაფერი ვხენით ქალბატონო მარტო დასავლეთს რომ ყველანაირად მოდა ეს უნივერსიტეტითა და სულ ყველაფერი ივანიშვილის ის არის ავალებენ დასავლეთიდან არის დავალებული ეგა შევარდაძედან დაწყებული მერე სააკაშვილი მერე ეს ივანიშვილიც მაგათი ის არის ეგივეა ერთი ეგივეები არიან ეგენი სულ ყველაფერს ებრძვიან რაც საუკეთესოა საქართველოში ეკლესიიდან დაწყებული და აი ყველანაირად მადლობთ ქალბატონო მაგ ერთი პრობლემა ის არის რომ დასავლეთს თუ რა ვიცი რას ქვია იმ სამყაროს თავისი ინტერესები აქვს არავითარ საქართველოს არ აინტერესებთ როგორც ქართველი ინტერესები აქვს და შენ თუ მათ თამაში შედიხარ ზვიად გამსახურდია ჩამოგდება ვისი დავალებით იყო ვის წინააღმდეგ მიდიოდა და როგორ ჩამოაგდეს და რაღაც ფაშიზმი დასწამეს პატრიოტ ადამიანს მას მერე მოყოლებული შევარდნაძეც იმათი გოშია იყო ეს დეგენერატი მიშაც იმათი და ესენიც მათი მოყვანილი ხელისუფლებაა გისმენთ ისაუბრეთ გამარჯობა გამარჯობა ქვეყანას პასპორტი არ ეხება მაგრამ არ დაინიშნება მადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ჩატარდება ნორმალური არჩევნები ამ ქვეყანაში ბოდიშით ერთს ჩაგეჭრებით და ვინ უნდა ჩაატაროს ეს არჩევნები უნდა დაინიშნოს მადამდელი არჩევნები და ვინ ჩაატარებს ისევ ამ მთავრობამ ისევ ხო თავისი ფულით თავისი გავლენებით თავის დაშინებებით თავისი მოსყიდვებით როგორ მითხარით აბა როგორ და ჩვენი ერთობლივი და ქუჩაში გამოდის ვინმე უნდა გამოვიდეთ ყველა უნდა გამოვიდეთ ამ უნდას ვიძახით ამდენი ხანია და ამასთან არ დავდგები არა ფიქრობა მადლობა რა თქმა უნდა გეთანხმებით გეთანხმებით მაგრამ მე ვერ ვხედავ ადამიანების მზადობას რომ თავის ოჯახის თავის მომავლის თავის ქვეყნის დასაცავად გამოვიდნენ ხო სადღაც ხრამისკენ მივექანებით ხალხო ძალიან დიდი სისწრაფით მე არ ვიცი ბიძინა ივანიშვილს აჭირს ამისთანა ბოღმა ხო არ აქვს ჩვენი ქვეყნის კაცო ხო შეიძლება რაღაცა გააკეთო ვიღაცამ მითხრა რომ აი ხო ხედა უკან დაიხიეს რა უკან დაიხიეს ბიჭო ესა ერთი მანიორი კიდე ვითო დატოვებენ ამ ტექნიკურ უნივერსიტეტს შეამცირებენ რამდენი 50% თუ რაღაცით ამასო გავყიდითო დანარჩენს რაც საჭირო არ არისო და ნელ-ნელა ამოძირკვავენ და განათლება ვისრათ უნდა თავის შვილებს უნდა პირდაპირ დარტყმა არ წავიდა გვერდიდან მოულიან ახლა გვერდიდან და ხო ის მოსინჯეს გაიგე რა რეაქცია ხო რა რეაქცია როგორ არის და ახლა უკვე გვერდიდან უკვე სხვა ფორმით შეეცდებიან აი ამ ქონების ხელში ჩაგდებას რა ამაზეა საუბარი რეალურად ხო აი ტერიტორიების ხელში ჩაგდებას არის გისმენთ ცოტა ტელევიზორს მოშორდით რა აიტი შედა ეს როგორც ის მოსინჯეს ხო იმ კანონის შემოტანა მერე უკან წაიღეს მერე ისევ შემოიღეს ისევ და კითხვა ბატონმა ბიძინამ რომ აი ახლა ორთს გამოუშვებენო და არჩევნებს ჩვენ გავაყალბებდო და მაშინ უკვე პროტესტი იქნება ჩამოყალიბებული ყველაზე საინტერესო კიდევ ალბათ თამათი ის გისმენთ ალო
გისმენთ? კი ბატონო. რეგიონებში ბატონო ასეთი მდგომარეობა არის. გვინა გამოსვლა რაღაცის ხომ არა ზე გვაშინებენ. ახლა შიში თუ რაღაცა ხარი არ წყდება. შეიძლება დაგიჭირო შეშინებულები ვარ, თორემ არც განათლება გვაკლია და არც ინტელექტი. ღმერთმა დაგვიფაროს, კაცო. რას ლაპარაკობთ, მაგრამ შიშით ცხარს არავინ არ წყვიტავს. შიში უნდა გადავლახოთ და რა უნდა გაგვიკეთონ ბოლო 10,000, 100,000, მილიონ კაც დაიჭერე და რა მერე. და ეს ყველაფერი ადრეც გვითქვია ეროვნულ მოძრაობის დროს ქონდა ესეთი ლოზუნგი შეწყდეს შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოების წინააღმდეგ. ეს დღეს ისევ გრძელდება დისთეიფი დარქვი მისთეიფი ეს შეთქმულება არის კაცობრიობის წინააღმდეგ. საწყდებოდა პრეზიდენტების და მთავრობის საქმეები სადღაც კუნძულზე ვიღაც ეპშტეიფთან კაცი ჭამიასთან გათახსირებულ გარყვნილ ადამიანთან წყდებოდა ქვეყნების ბედი. და დღეს უკვე რეალურ სახეზეა ის რომ ვინ მართავდა მსოფლიოს და ვინ მართავს მსოფლიოს აი ამ შეთქმულება ეს რაღაცა ის არის გაპარიობთ მაგრამ ზეცაში მოხდა შეთქმულება ზეცაში როდესაც სატანა გადმოაგდეს და დღეს ეს სატანა ყვებავს ამ არაკაცებს ამ რა ვიცი უზნეო ადამიანებს რომელთაც უნდა გარყვნან და გაათახსირონ და გაწყვიტონ მსოფლიო ხო აღმოჩნდა რომ ბილ გეიტსა და ამის შეთანხმებით მოხდა პანდემია ხო რომ შეამოწმეს აი როგორ შეიძლება დავკეტოთ ქვეყნები როგორ შეიძლება გავანადგუროთ ეკონომიკა ქვეყნების და რა ვიცი თან თვითონ მილიარდები იშოვეს ზარია გესმენთ გამარჯობათ გაგიმარჯობთ ტექნიკური უნივერსიტეტის საქმეზე რომ თითქოს მთავრობამ უკან დაიხიაო ეს დიდი სიცრუეა რა თქმა მათ უნდა თავიანთ მიზანს მიაღწიეს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამცირეს ფაკულტეტები გამოანთავისუფლეს შენობა ნაგებობები რომელსაც გაყიდია რა თქმა უნდა მათი მიზანი ეს იყო ძირითადად თორე არა ის რასაც მამაყლავობდნენ თითქოს სწავლის დონე უნდა ამაღლონ ეს ისეთი ფაქტია როგორც ომი აგვაწილეს თავიდან არა შეთავაზება იყო მეორე ფრონტის გახსნაზე არავითარი მეორე ფრონტი არ იყო მაგრამ ევროპის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რომელსაც ჩვენთან ერთად შეთავაზეს მეორე ფრონტის გახსნა მათ ამ ავანტიურაში მონაწილეობა არ მიიღეს და ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან ამიტომ მთავრობა გვაწყვეტს ყოველნაირად მაგრამ როცა სიმართლეს ამბობენ რატო ვეწინააღმდეგე და რატო ვაკრიტიკებ ფიგურას კაცმა თქვა ხوارი ვარო შხრები არიან აბა შხრები რომ არ იყვნენ ცოტა აზროვნება ექნებოდა და მისებს არ გაყიდიდნენ შხრებს ადარებენ თავისას აბა ქართულ ძაღლს ხوارში ადარებდნენ რომელიც ასე პატიოსნად და კეთილსინდისერად ემსახურება თავისას კარგად გზნდებოდა. მადლობთ ზარისთვის, გეთანხმებით ქალბატონო. ნუ ეს ჩვენ ვისაუბრეთ კიდევაც ამ თემაზე. და სულ ყოველთვის ვამბობთ, ყველა თემაში ხალხო დემოგრაფიული კრიზისი გვაქვს. დემოგრაფიული კრიზისია ჩვენი ერი ცოტავდება და ბოლოს გაქრება და დარჩება სიტყვა საქართველოს აი ზუსტად მაგაზე არის გაეროს კვლევების მიხედვით 5-ია ეს ერი რომელიც დაახლოებით 50 წლის შემდეგ გადაშენების არ 50 გაეროს კვლევების მიხედვით ერთ-ერთი ვართ ჩვენ სამწუხაროდ ჩვენ და სამწუხაროდ ერთ-ერთი ვართ ჩვენ და მე მგონი იქითა შაბათს არის უწმინდესის აი ეს ნათლობა და ეს აი ერთადერთია ჯერჯერობით აი ეს ნათელი წერტილი რომელიც ქართული დემოგრაფიის გადარჩენისთვის იბრძვის სხვა ხრივ ხელისუფლებიდან მით უმეტეს ამაზე არავითარი რეაგირება არ არის და არ ჩანს არავითარი სიკეთე იმისთვის რომ აი ახალ დაქორწინებულებს პირველი ბავშვის მეორე მესამე ბავშვის შემთხვევაში რაღაც გარკვეული მატერიალური ფინანსური
პირველი ანაზღაურება რუსეთში ხდება ეს. რუსეთში თითოეულ ბავშვზე აძლევენ და რაღაცა კომპენსაცია მიდის იმისი, რომ თითქმის ყოველთვიურად უხდიან თანხებს, რომ დამშობლებიც კმაყოფილი არიან და ამ მეტნაკლებად რუსეთში ეს დემოგრაფიული მდგომარეობა გამოწვევს. ასე უნდა იყოს საქართველოში ჩვენთანაც. რეალურად მიგრაციამ შეჭამა. მიგრანტებით გავსებულია, მიგრანტებით არის გავსებული ქვეყანა და ქართველი, აი როგორც ბერაპოსტავას ჰქონდა სიტყვები, რომ ხელისცეცებით დავიწყებთ ქართველები ერთმანეთის პოვნასო, აი ესე ვიქნებით სულ ცოტა ხანში. გისმენთ? ისაუბრეთ. Bravo. კი. გამარჯობა. ერთი მოსაზრება მინდა გითხრათ. ესე იგი რა ეს კაპიტალიზმის ობაზე გადავედით, აი ქართველი აქტის ბუნება ნამდვილად გამოჩნდა. მანამდე არ ჩანდა ეს. აი ახლა გამოჩნდა თავისი ქართველი პიროვნების აღზრდა. ეს რა თქმა უნდა ზიადის დამსახურებაა რათა პრეზიდენტი გამხდარიყო და მერე იმის შემდეგ აირია ყველაფერი და ჩვენ ბედურება მეტი არაფერი არ მოგიტანა. კიდე მისი მომხრეები. მადლობ ზარისთვის. ცითრა ჩვენ ყველას დადანაშაულება გვიყვარს ოღონდ საკუთარი თავის თვითკრიტიკაზე ძალიან წყრალად ავართ. არ გვინდა რომ ყველა დამნაშავეა და ჩვენ უდანაშაულები ვართ. აი ესე ძალიან ცუდი თვისება, ამიტომ ყველამ თუ თავის თავს შეუძახა, დაინახა ის რაც თვითონ ჭირს და ეს სხვას არ დააბრალოს, მაშინ უკეთეს სიტუაციაში ვიქნებით და ის რომ გეტყვია რომ მიდი შენ იბრძოლე და მე აგერ სახლიდან ტელევიზორში გნახავ რას აკეთებ, ეს არ არის ის რაც ერთად დგომა ქვია და ერის გადარჩენისთვის ბრძოლა ქვია. თორე ისე გავქრებით ამ სამყაროდან თითქოს არც ყოფილვართ. ერები გაქრნენ, აღარ არის რომაელი, ელადელი, ეგვიპტელი, აღარ არიან. შემოვრჩით ერთადერთი ძველი ერი ჩვენ საქართველოს და მთელი მსოფლიო ამბობს რომ აქედან კაცობრიობა განვითარდა საქართველოსდან და თუ ქართველი აღარ იქნება მე რაც გინდა ის ზარია და უპასუხო. კარგი, შემოწმო. გისმენთ? ალო, დია გისმენთ? სამისმენთ გიყურეთ პირდაპირ ეთერში. გისმენთ? და ისაუბრეთ მე. ალო. გისმენთ? გამარჯობათ, მოგესალმები. გამარჯობათ. გეხუტუნეთ. გაიხარეთ. ჯიგრები და ყველაფერი. ერთი რამე შეკითხვა მინდა რამისვა. ბრძანეთ. გირეკავთ ესმი? დიახ, კარგად გურიდან გირეკავთ. დიახ. შეიძლება ცოტა თემას გადავუხვიო, მაგრამ ყველა ვიცით რა მოხდა გურიაში ახლა, რომ საკრებულოს იმას თემა პოზიცია. კი. ბიჭო, პირველ წავს საფერი. ქიცინა ჟურნალისტი. მოგელია. იმან არის ის რესტორანში მოხდა ერი. ბიჭო, პირველ წავს საფერი. კი, ესმის ბრძანეთ. ხოდა მაგ რატო არ აცხადებს, ვისი იყო აი პოლიციელი როცებენ. მეგეთქვი. ეს იყო ილია კეთაკმაძის კალათის მეგობრის, მაგელის დედა ვატური ორი. ესა კორექტულად ძალიან გთხოვთ რა. მადლობა ზარისთვის. ყველა ძალადობას ჩვენ ყოველთვის გმობთ, ჩვენ არა ვართ მომხრე ძალადობის, არც იმის მომხრე ვართ ხელისუფლების რევოლუციური და ჯანდაბის ჩამოგდებით. ჩვენ ყოველთვის გვინდა რომ პოლიტიკური დიალოგი იყოს ადამიანებს შორის ურთიერთობა, რაღაც შერიგებაზე საუბრობენ და მარტო რამიშვილს რომ მოусმინო ბიჭო ტელევიზორში ზიზღი და ისი ხმევა როგორ შეიძლება ამაზე შერიგებაზე ლაპარაკი საერთოდ რაზეა საუბარი ისე გამოიყენეს ეს ნაცები ქოცებმა იხმარეს და გადაყარეს რა ეგეთი რაღაცა გისმენთ
ისაუბრეთ. ხო, შეკითხვა მაქვს. ბრძანეთ. ბრძანეთ. ისმენთ. ხო ისმის ჩემი. კი ბატონო, ისმის, კი ბატონო. კარგად ისმის. ხო, ახლა მაქვს ასეთი შეკითხვა. ცოტა ტელევიზორს მოშორდით ოდნავ რა. კი ბატონო, ხო. დიახ, გისმენთ. ძალოვანში ვიმუშავე 30 წელი. დიახ. და რო გავედი პენსიაში, გავედი მომცენ 209 ლარი. დიახ. ხო და 800 ვართ ოჯახში. ასე როგორ შეიძლება რით ვიცხოვრო აწე? აიც ჩვენი დარდიც ეგ არის, ჩვენც ვეტერანები ვართ, ჩემო კარგო და არც კი აგვიღია, იმიტომ რომ მადლობა ზარისთვის. ეხლა აგერ მეგობარი გარდაგვეცვალა ჩვენი პარტიელი დათო დავითაშვილი, ჯეიხანას ვეძახდით. აფხაზეთის ომი, ერაყი, 8 აგვისტოს ომი, ერაყში ორჯერ იყო. და არაფერი ადამიანს, არაფერი არც სახლი, არც კარი, არაფერი არ დარჩა და 110 ლარს აძლევდნენ. ეს შეურაცხყოფის დონეა რა, მე არ ვიცი როგორ უნდა ვეტერანი ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს წირავს შენი გულისთვის, შენი ოჯახისთვის, შენი სამშობლოსთვის. რა თქმა უნდა თავისიც, მაგრამ შენი ხვარისა და ის თავს წირავს და შენ მოგიყვანა ხელისუფლებაში, შეუპატრონო და 110 ლარს აძლევ. ნუ ეს ღორობა, მეტი არაფერი არ ქვია ამას და მე არ ვიცი ამ ქვეყანას რა განვითარება იყოს, თვითონ 20,000 ლარს იღებენ ხელფას. ეს ხო სირცხვილია, ქვეყნის სირცხვილია, ხალხო ვეტერანებს უდიდეს პატივს სცემენ, გინდა ამერიკაში, გინდა ევროპაში, ხელის გულზე, რუსეთში ხელის გულზე ატარებენ. მე არ ვიცი ეს რა ქვეყანაა. რა ქვეყანაა, რა გჭირთ თქვენ როდის უნდა გაძღეთ ბიჭო, ყველა შევარდნაძიდან მოყოლებული მთავრობა ვერ გაძღა. მილიარდები ტრიალებს შავი ფული. დღეს ბიზნესი თავისუფალიაო, რა თავისუფალიაო, ცხვირს ვერ შეყოფ ვერსად. გისმენთ? ისაუბრეთ ხალბატონო. ისაუბრეთ. ვისაუბრო? დიახ. ეს აღაქვია. დღეს ისეთი დრო არის, ხალხს ერთმანეთის ეშინია. ხო და ის არა რომ ღმერთის ესინოდეს ყველა და სხვისა თვალში დიდებს ხედავდეს და თავის თვალებში დირეს ყველა მუდამ მოუხმო ჭკუას. ეს შეუნახე შვილებსაო, ჩვენ მამაპაპას რომ არ შეენახა და რომ არ ესრომათ. დღეს უშრომელი აღაფერი არ გამოვა. ყველა ერთმანეთსა დანაშაულებს. ასე არა. მოგწონს თუ არა, უნდა დავემოხილოთ ღმერთს და იმ სიტყვას რაცებია ბიბლიაში და რასაც გვეუბნება უფალი როგორც უნდა მოვიქცეთ. აი ასე რომ მოიქცევა ყველა, ეს ქვეყანა ასე დღეში არ იქნება. მადლობა. ბიბლია კი არა, დედაენა არ აქვს წაკითხული ხალბატონო რა ბიბლიაზე ლაპარაკობ და რა წმენაზე ლაპარაკობ. ეფშტეინს ემსახურებიან აგერ და ეფშტეინმა მოიყვანა ხელისუფლებაში. ყველაფერი ამათ ხო არაფერი ადამიანობა არ გააჩნიათ. აქვთ მარტო ფული. ფული რომელიც სისხლით და მით იშოვეს და ფულზე ჩამოკიდეს ყველაფერი. დღეს ეხლა ბიზნესო ფული ჩამოაშორო რა არის? არაფერი არ ზვიადის და მერაბის ფული არ ქონდათ, არაფერი არ ქონდათ და ადამიანები იყვნენ და ქვეყნის მოყვარულები და ქვეყანას შეწირეს თავი. აი ეს არის დღეს სხვა პარამეტრებით ზომავენ კაცობას, ადამიანობას, პატრიოტიზმს. სულ სხვანაირად ზომავენ და ამაშია ქვეყნის და საერთოდ ხალხის უბედურება ამაშია. გისმენთ ზარია? გამარჯობათ. ამიტომ საჭიროა ცოტა ხმამაღლა ხალბატონო. ამიტომ საჭიროა კომუნიზმი და სტალინია, საჭირო სტალინი. ეხლა სტალინს ვეღარ ავაყენებ და ამიტომ სამშობლოს სიყვარულია საჭირო ხალბატონო, საჭიროა რომ ხმა მისცეს ყველა იმას, ვისაც ენდობა, ვისიც ხედავენ რომ
ის არ იქნება კორუფციაში ჩართული, არ იქნება მიწების გამყიდველი, არ იქნება ხალხის წინააღმდეგ მებრძოლი და სხვანაირად არ გამოდის, სხვანაირად იარაღს არ ავიღებთ და ყველა 10 წელიწადში ერთხელ ომებს ხوار დავიწყებთ ქვეყანაში, რა ქვეყანა ვართ ეგეთი? აბა ფასებზე რა სიტყვი ერთი ამ ზღაპრებს რომ მიყვებიან. ისე ცალკე თემაა, ეს საერთოდ ცალკე თემაა. ბატონმა თარხან მოურამა, როგორ კარგად გაშალა ეს თემა რა. აი ჩაშალა მთლიანად, როგორ შეიძლება რომ ამის გაკეთება და არა აპრილამდე რაღაცა კომისიის შექმნა. ერთ ზარს მოусმინოთ და მე გისმენთ? ალო? დიახ. გისმენთ? თქვენ არის ასეთი თემურ ციკლაუსად სიმღერა. იყიდება საქართველოს. კი ბატონო. ხო, შეიძლება ვერ გაუშვი. არა, ეხლა ვერ გაუშვებთ ამას და არა, აი სარეკლამო ჭრის დროს სარეკლამო ჭრის დროს ალბათ ჩვენი რეჟისორები მიიღებენ მხედველობაში. მადლობა. ეხლა ეს სურსათის თემა, რომელიც აი მართლა წარმოუდგენლად რაღაცა აი ხალხის მასაზე თამაში ისევ ზარია, ნუ გავაჩერებთ. გისმენთ? გამარჯობა გიტორისtildeო. გაგიმარჯობთ. გამარჯობათ. ასეთი შეკითხვა მაქვს, თუ შეიძლება. ბრძანეთ. მე ვარ ბათუმში მცხოვრობ. დიახ. ბათუმის მთავრობამ, პოლიციამ, პროკურორობამ მე საერთოდ მიქცია ცხოვრება. სამართალს ერთად ვერ მივაღწიე. სადა სამართალი, სადა ქვეყანა, სადა კანონი. ვინმე ვიფიქროთ ამ შეკითხვაზე? რაზე პატივცემულო რა ხდებოდა ხო უნდა ვჯახა ზებერა იმიტომ რომ ყოფილი თემი მეზობელი რომელიც მუშაობდა პოლიციაში დღეს არის პოლიციაში დაწოლი მომავალ შეურაცხყოფა მატერიალური ზარალი ყველაფერი მივმარჩე პოლიციას მივმარჩე პროკურატურას მისცანაც მივედი ყველა ამიღო ამბუდად და იყო შემთხვევა რომ მე დავრეკე 112-ზე და ვუთხარი რომ თუ ჩემთან არ მოვა კორესპონდენტი თავს მოვიწყდი მოვიდე ჩემთან მესამე სართულზე გადმოწრე პარტიიდან იძულებით დამიყვანე საგიზეთში 17 დღე მომყოფეს გამოვედი გადაცვით არ მივმარჩე ყველა ამიღო აბუჩად გავიდა ის ტელეფონი 2 წელიწადი კიდევ დავრეკე 112-ზე ამ დროს მოვიდე ჩემთან ამ კიდევ პოლიცია საგიჟეთ ბანკანა კარიბით შემენტრიეთ 1700 ლარიანი კარიბით დავინტრიეთ მე გზნობა დავგარგე და 18 დღე ისწავლები საგიჟეთში მომყოფეს მადლობთ ზარისთვის ბატონო ერთი რაღაცა შეგვიძლია რა სახალხო დამცველს პროკურატურას მიმართეთ ნუ 112-ში ნუ რეკავთ პირდაპირ წერილობით მიმართეთ სახალხო დამცველის აპარატს მიმართეთ ყველაზე რეალურად ან ახალგაზრდა იურისტთა მას მიმართეთ ან რაღაცა სხვა გზები ნახეთ ამ 112-ში ნუ რეკავთ ხო ხედავთ რომ იქ რაღაცა ვერა გაქვთ დაწყობილი იქ საქმე და სხვა იმას მიმართეთ პროკურატურას შეიძლება თბილისშიც გენერალ პროკურორთან რა ვიცი ყველაფერი შეიძლება სადღაც მაინც გამოჩნდება ის ხვრელი რომ რაღაცა დახმარება ჩვენ რა ვქნათ ჩვენ ერთ-ერთ შევა შეგვიძლია საქმის არსიც არ ვიცით და არ ვიცით რა ხდება და ერთ შევა შეგვიძლია მოგცეთ ნუ რა ხდება საფთიაქოში სასურსათოში საფთიაქო ბენზინი აი ეს ყველაფერი ერთმანეთთან ისეა მიჯაჭული რომ აი უნდა დაიწყოს ალბათ ნავთობპროდუქტები და ბენზინიდან ყველაფერი მე ძალიან კარგად მახსოვს ირაკლი და ალბათ შენც ძალიან კარგად გახსოვს ამათი პირველი პოლიტიკაში მოსვლის პერიოდში 1 ლარი მიდის მიშას ჯიბეში ჩვენ დავაკლებთ ბენზინი გახდება ლარი და 20 სად არის ეს ხო რეალურად ეხლა ეს თანხები რომელზეც ესენი იძახოთ მათ რეალურად ქონდათ დათვლილი და მართლა ესეთი ღირებულება უნდა იყოს ბენზინის მაგრამ
ну, ხო იცი, ტკბილია ეს ფული, რომელიც მოდის, რომელსაც ხა მათაც ჩაუჯიბეს ეს თანხები და ისე დარჩა აკმაუდა არჩევნებში ავა ფულს საიდან არიგებენ. ახლა მეორე მომენტი იმისი აი სურსათის აი ეს ფასები, ხო? აი წარმოუდგენელი ახლა რატომ ნუ გავაჩერებთ და გავაგრძელოთ. გისმენთ? ეთერში ვარ ბატონო. დიახ, ზარდებით. გამარჯობათ. გაიხარეთ თქვენ. იცით რა შემოგევლინე, რა ვიცი ახლა ამ ქვეყანას სულ ყველა ვიღაცას ადანაშაულებდა. ჩვენ თვითონ ხალხმა უნდა ვიმოქმედოთ. იცი ეს ყველაფერი ჩვენ თავზეა, იმიტომ რომ ეგენი ყველგან კარგად ცხოვრობენ, ყველანაირად უზრუნველყოფილები არიან. აი როგორ უნდა შევაჩეროთ ჩვენ აქედან ქართველების გადინება? ეს დაღუპავს საქართველოს. უყურეთ? აი არ შეიძლება ამ ხალხის, ამდენი ხალხის გადინება გარდა თვითონ ისინიც უნდა მოსთხოვონ პასუხი ამ მთავრობას. არ უნდა წავიდნენ მე იმათ ვადანაშაულებ. თვითონ ბიბლიაში წერია არ შეიძლება შენ ჩახშებულ არ უნდა დატოვო. შეიძლება წახვიდო და ათვალიერო, იმოგზაურო, ისაქნა და ესენი როგორ შეიძლება რატო სულ გადიან მთელი ქართველები გარეთ და ქალბატონო, ერთი წუთი ჩაგეჭრებით. სამშვილიან ოჯახში მშობლები რომ უმუშევარი არიან, სამუშაო არ აქვთ, არაფერი არ აქვთ, რა უნდა ქნას? ქალი მიდის სადღაც საბერძნეთში ვიღაცას მოუაროს, იმას მოუაროს, მერე შვილი ეზრდება და შვილს არ აქვს სამუშაო ადგილები არ აქვს, მარტო თვითონ არიან ყველგან. ნეპოტიზმით დაიღუპა ეს ქვეყანა. ნეპოტიზმი იყო რომ ამ პრემიერებს და იმებს იჭერენ და იჭერენ. ნეპოტიზმით მოყვანილ პროფესიონალიზმი არც არავის არ აქვს. კი განაცვალე, მაშინ გამოდის რომ ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება. არაფერი არ ეშველება, სანამ ესეთი მთავრობები გვეყოლება და სანამ ამათი მიმცემი იქნებიან. მოვთხოვოთ მაგას, ხალხმა კი ებრა გავიდნენ აქედან. ხმა არ უნდა მისცენ, ქალბატონო, ხმა არ უნდა მისცენ. და ირმამ რო ჩაატარეს აქცია. მე ვერ წარმოვიდგენდი რომ ისეთ გაითიშა. რა ვიცი, ქალბატონო, თითქოს მართალს ამბობთ, მაგრამ თქვენ თვითონ რამდენჯერ იყავით აქციაზე, თქვენი ოჯახის წევრები, რა პროტესტი გამოთქვით? ყველა მანდამე ჩვენ რო გავიდეთ, კი გავალთ, მაგრამ თუ ხალხი არ ექნა, ხო ხედავ დასცინიან, რომ აი ეს დამდენი გამოვიდა, იმდენი. აქ თუ მილიონი არ გამოვიდა, მთავრობა ფეხებზე იყიდებს და არ ვიცი, გისმენთ? გამარჯობათ. გაგიმარჯობთ. გისმენთ? გაითიშა ისევ და ვიქნებით ჩამოვაყალიბოთ. რა ეს ვერ მივედით ერთ-ერთ თავარ საკითხან ფასების კატასტროფულ ზრდასთან და ახლა ნუ დაწევის ფაქტორი, რომელიც რეალურად აი კიდეზე გისმენთ? ბატონო. დიახ. ო მე გისმენთ? ისაუბრეთ. თან განაცვალოთ ჩემი თავი. გაიხარეთ. ერთი ხა მაინტერესებს ყველადაზე უკეთესი რომ ყველაფერზე კარგად ლაპარაკობთ, ლამაზად, ერთი მეორე მთელი საქართველოს როგორ დაიქცა და როგორ გავუდება მასე კაცისვილი არ ლაპარაკობს, ერთადერთი ლაპარაკი არის ვინ რა დააშავა და რატო ერთიმე ყველას უნდა შრომა ერთიმეორა ეს შრომა და ადათი ჯასი მოსკო სოციალიზმის მერე ეროვნულ მოძრაობა თქვენ გენაცვალოთ ჩემი და მე აფხაზეთიდან ვარ აფხაზეთი წამართვეს რატო რისთვის კაცი შილმარიცის შენ გენაცვალოთ ჩემი თავი ვინმე დაიჭირეს გაასამართლეს ამ რამე ვინ მოვიდა საომბრად ვინ წავიდა უკან ვინ გაღარა ხალხი ერთი მეორე თქვენ გენაცვალოთ ჩემი თავი ხო აი თბილისი იროვის ქარხანა ტრისპერი завод აი ავიაციის ხო ბატონო მაუდის ქარხნები ხო ბატონო ელმალამშენის ეს ყველაფერი კაცო ხალხი გაყარეთ გამოყარეთ გადააშენეთ რა ვიცი და უმუშევარი ხალხი ეხლა მოძებნე შენ და ქარხანა ააშენე. ქარხანას ვერავინ ვერ გაგიკეთებ, შენ გენაცვალეთ ჩემი დავით და აბა ჭკვიანად იყავით. მე
78 წლის საკაცი ვარ, აწირისი გამკეთები ვარ, მთელი საბჭოთა კავშირი მაქვს მოვლილი, ხო და თქვენ გეხუთუნეთ. მადლობა გაიხარეთ, მადლობა ზარისთვის. ერთი გავცეთ პასუხი ბატონო, ჩვენ ლაპარაკი კი არ გვეხალისება, ჩვენი პირდაპირი მოვალეობა როგორც ოპოზიციის რომ გამოვავლინოთ, ჩვენ არავისთან ჩასაფრებული პოზიცია არ აქვს, არა ვართ რაღაცა უმადური ხალხი, ჩვენ სიკეთესაც ვხედავთ, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ ეს რაც ხდება დღეს ეს დამღუპელი აქვს ქვეყნა. ერისთვის და ქვეყნისთვის არ არის მისაღები, ვერ განვითარდებით. არ შეიძლება ჭაობში ვართ, აი როგორც ბრეჟნევის დროს რო იყო რომ კომუნისტში მივდივართო და მატარებელ ხელით ის ანეკდოტი დადიოდა. ისე ვარ თითქოს ეკონომიკური ზრდა, თითქოს ყველაფერი არაფერი არ არის, როგორ შეიძლება 400 ლარიანი პენსიები იყოს. ხაღალძეა ეს ეკონომიკური ზრდა. თუ ხალხმა არ იგრძნო რა აზრი აქვს ეკონომიკურ ზრდას, ხო? ჯიბეზე უნდა იგრძნო. ჯიბეზე შესაბუთარ ჯიბეზე და თუ თვითონ გრძნობენ კი ბატონო. გისმენთ? გამარჯობათ. მე გახლავთ პენსია დაგალაგებული. და აი ამ უნივერსიტეტის განსხვავებული ძალიან ბუნებრივი მე გახლავთ გუაჩიძის ბატონო ძალიან ცუდად ისმის. დიახ. გუაჩიძის დროინდელი კურს დამთავრებული გახლავთ. აჰა, დიახ. როდესაც აერთიანებდნენ ამ უნივერსიტეტებს იმ პერიოდში მომწია კოსტავას ქუჩაზე გავლა. გამახსენდა ფიზიკოსების კორპუსი, ათეთმერანჩენების კორპუსი, თავად კორპუსი გადავხედეთ. ამ ხელა თარგმნია და ამოვიდნენ მაგათი აღება და სათავდონების აშენება. kremli მომერია პირდაპირ ძალიან გამისცადე და ამავე დროს უნდა ვიცხრათ ვიყავი აქციაზე 9 აპრილის მემორიალთან ორი გოგონა იზიდა და მერი ქონდათ მომავალი ქენია ალდექი და დასერენ მომავალი ქენია ახალგაზრდებო გამოდით, რადგანაც ახალგაზრდები მეთოდავა არ იყვნენ იმდენი, რომ ხომ უნდა ჭარბობდნენ ახალგაზრდები. მომავალი მაგათია მე 85 წელი შემიძლია. იგი მადლობა და ამავე დროს მინდა ვითხრათ თქვენს გადაცემაში я დამსახურდიას და მერატოსავას გადაცემა. ძალიან ვისიამოვნე ამახენდა ისინი მოდი რამდენჯერ დაავარდა ნაცნობებს და 9 აპრილს გადამიერა ამ ტალღამ რუსმა ჯარები როსტოვი იმ პერიოდში მადლობ ქალბატონო ზარისთვის, მადლობ დრო იწურება და ჩვენ სხვებსაც უნდა დავუთმოთ ეთერი. ჩვენც მონაწილეები ვართ ქალბატონო მაგ პროცესების და ჩვენც ბევრი რამე გვახსოვს და ბევრზე გულიც გვწყდება. რამდენი წელი ჭირდება ხელისუფლებას და რამდენჯერ უნდა იყოს არჩეული რომ მიხვდეს რომ განათლება არ ვარგა. ფასები პროდუქტებზე 26 წელი დაჭირდება. წამლებზე 500-დან 1000%-ია. რო იქნება, აი ხა რატო უკვირს, აი მიკვირს 90% პროდუქციის, რაც აი ახლა სასურსათო მაღაზიაში რო შევიდეთ, 90% არის შემოტანილი. ხო, მაგრამ ბიჭო, ფასები ხო არის? ხო, მაგრამ ირაკლი, აქ ხო დოლარის კურსთან თამაში მიდის, მე რა ისმის. ან ამხელა კომბინაციაა, ხო? გასაგებია თვითონაც აქციზებს ადებენ იმ ხელას, რომ უნდა, ხო, 90% და არაფერი არ შეიძლება. 90% და 40% მე მგონი აქციზებით მიაქვს ხელისუფლებას. კი ბატონო. გისმენთ? საღამომშვიდობისა ბატონებო, ყველაფერში გეთანხმებით. მაგრამ მე მიმართავ ჩვენს მოსახლეობას თქვენი ეთერით. კი ბატონო. როდესაც ჩვენ გვაქვს პრობლემა და ჩვენ წუწუნებთ, რომ ჩვენი პენსია არ არის სწორი, არ არის ქვეყანაში განათლება,
არ არის სოციალური დაზღვევები, არ არის ფასები წამლებზე დაბალი, რომ ჭირდა და აჩვენებზე მაშინ რას ვაკეთებთ? რატო ვაძლევთ ხმას იმათ, ვინც უკვე იყო და გააფარტახა ეს ქვეყანა და იმას ვაძლევთ კიდე, რომელიც არის და აფარტახებს. ნუ თუ შეიძლება გასალოთ ცოტა ფართო თქვენი თვალები, ანუ გონების თვალები და დაინახოთ, რომ არსებობენ ადამიანები, აი ეთერში რო რეკავენ, აი აქ თქვენთან გეწუწუნებიან. ყველა თქვენ გაძლევთ ხმას? ესე ხო არ არის არა? მე თქვენ მიყვარხართ, მაგრამ ვაძლევ ხმას იმას. აი ეს ხო რამდენჯერ გაიჟღერა ამას. ნუ თუ ვერ მივხვდით მეგობრებო, ადამიანებო, მოთანამოქალაქეებო, რომ თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი თავი, თქვენი ოჯახი, თქვენი მომავალი. ამისთვის უნდა ფართოდ გაახილოთ თვალები და აირჩიოთ ადამიანები, რომლებიც წლები, რომ გეუჩიჩინებიდან გეუბნებიან, რომ ჩვენ ესე უნდა გავაკეთოთ, ესე უნდა ნუ თუ მე არ ვიცი, მე ბევრი რაღაცა თქვენი გადაცემებიდან გავიგე. ბევრი რამე ვისწავლე. დიდი მადლობელი ვარ ამისთვის, კაცო, ვერ გამიგია რა. ამიტომ იცით რა, ხანიხან გონია, რომ უბრალოდ გეწუწუნებიან, იმიტომ რომ ეთერში დარეკო და რეალურად ისევ წავლენ და არჩევნებზე ისევ იმათ მისცემენ ხმას. და თქვენ მოგიწოდებთ, რომ შემოიერთოთ ადამიანები, რომლებიც თქვენთან ერთად წავლენ ბრძოლაში და უნდა დავიწყოთ ბრძოლა. უნდა დავიწყოთ ბრძოლა, იმიტომ რომ აი ესე მარტო პასიური მოსმენა, პასიური რაღაცა არ შეიძლება უკვე გაზაფხულიდან ჩვენ ყველაფერი უნდა გავგრძელოთ, რომ ეს არის ტყუილები განათლებაში, ტყუილები ფასების დაკლებაში, ტყუილები ქვეყნის მომავალში. აბსოლუტურად აღარ დარჩა დრო აღარ არის, დროა ქმედების. ეს ლაპარაკის და მოთმენის და მოსმენის დრო წავიდა. უნდა ვიბრძოლოთ. მე არ ვიძახი ვიღაცა გადავაგდოთ, მე ვიძახი ვიბრძოლოთ, რომ დავიცვათ ეს ჩვენი ქვეყანა, თორე ერთ წელიწადში გეუბნები და გუნდღა არ იქნება ქართველი. დიდი მადლობა. გაიხარეთ. სამწუხაროდ მართალი სწორი და მართალი ანალიზი გაკეთდა. ოღონდაც 30% რომ ესე ფიქრობდეს, როგორც თქვენ ფიქრობთ და როგორც თქვენ მსჯელობთ, მაშინ საშველი დადგებოდა, მაგრამ აგერ ვაჟკაცი რეკავს, რომ გვაშინებენო. რას გაშინებენ ამისთანაც რა შეშინებული ხართ? თქვენ კაი ხალხო, კომუნისტების კგბ-სთან მქონდა მართლა ბრძოლა და შევარდნაძესთან და მიშასთან მქონდა ბრძოლა და რა უნდა გიქნან მეტი რა უნდა გიქნან? აი მითხარით რა. არ ვიცი რა ესეთი რა დაზაფრულია ეს ქვეყანა რომ თან ბიჭო არა იმ ხალხისაც რა თქმა უნდა რაღაც გასაგებია მაგრამ ნუ გამოდიხარ თქვათ რომ ჩამოგაგდებ და გესწრი საკითხზე გამოვიდეთ აი გამოვიდეთ აი გაზაფრული აპრილში ვარ დაიწეს ფასები გამოვიდეთ და ავაკეთოთ აქცია კი ბატონო გვესვრიან ვერ გვესვრის ხელისუფლება ხომ დამიწიე ფასი პენსია მომიმატე რეალურად წაუყენებ დავზე დებატებში კაცო და დაუძახონ ხალხს და შეიქმნას ისეთ სიტუაცია რომ ხალხის აზრიც გაიგონ ზარია გისმენთ ისაუბრეთ ჰალო დიახ გისმენთ გამარჯობა მოგესალმებით ცოტა სწრაფად 5 წუთი დარჩა გადაცემის დამთავრებამდე. მე ყოველთვის თქვენი გვერდში მდგომი ვარ და აბსოლუტურად ვეთანხმებით დინება მისთვის ალბათ. მე ხშირად ყოფილიო და აბსოლუტურად მართალია პირველ რიგში არჩევნებზე უნდა მოგვადეს ყველაფერი. კი ბატონო და პროტესტზეც უნდა გამოხვიდეთ კაცო. ყოველთვის გამოდივარ მე. ღმერთმა გაგემოთ. მე თქვენზე კი არ ვიძახი ვიმაძე ვინც იტყვის რომ აი მე რო არ გავიდე რა მოხდება ეხლა ერთი ადამიანი ასე რომ იტყვის 10,000 და 20,000 ადამიანი მე რო არ გავიდე და რა მოხდება ის 20,000 აკლდება იმას და ხალხის პროტესტი ხო ხედავთ ამ ხელისუფლებას არავის მურმან ყრუს გაიგო ბოლო არ შეიძლება და ამ ხელისუფლებას არ ესმის არ უნდა ხალხის ხმა გაიგოს მე ამდენი დავიწერი არჩევნებზე მილიონზე მეტი ხმა მაქვს და ისინი ჩემი ხალხი არ არის ეგრე ყველაფერი არის ფარსი
თავის გატეხვა ჯობია სახელის გატეხვას და რაც არ უნდა გააკეთო ნაწი ამ ხელისუფლებამ არავინ მისი ყვაყოფილი და მისი დამჯერი არ იქნება გარდა იმ მონებისა რომელიც ყავთ ყურებით დაათრევენ არჩევნებზე და თავისი ხელქვეითები არიან ისმეთ ქალბატონო ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ვიღაცას გონია რომ მართლა გვეხალისება და სულ ნეგატივზე ვისაუბროთ აქ და ყველაფერი მაგრამ ხო ხედავთ რომ სოფლიო ისე არეულია თუ ვინმეს გონია რომ ირანის საქმე დამთავრებულია ეხლა ჩავიდა ნეთანიაჰუ ტრამპთან მოილაპარაკეს და ის მანიოვრი რომ მიაყენა გემები და კრეისერები და უკან გაბრუნდა ეს უბრალოდ გაზომეს რამდენ ხანში შეიძლება იქ მისვლა და საქმის უბედურების დატრიალება აზიაში ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დატრიალდება მთელი ევრაზიის მასშტაბით და ამისთვისაც მზად არა ვარ ჩვენ და არ ვიცით ვინ დაგვიცავს ირანის პრობლემა იმიტოა ჩვენთვის ძალიან მძიმე იქნება ირანის პრობლემა რომ ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენი საზღვრები არ არის ისე დონით დაცული რომ აი მიგრანტების რო წამოვლენ ეს ტოლულები ძალიან ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით ჩვენ. ნეტაი მეტი პრობლემა არ იყოს თუ ძმახარ და ვინ ჩაერთვება იქა, როგორ ჩაერთვება, საიდან რა იქნება ღმერთმა იცის. მერე დომინოს პრინციპით შეიძლება ყველაფერი წავიდეს ჯანდაბისკენ. დღეს ეხლა არც ევროპას აწყობს და არც ამერიკას რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრება. ევროპას არ აწყობს, იმიტომ რომ ევროპა არ არის ჩართული ამ კონფლიქტში, მშვიდობის მოგვარებაში და იციან რომ თუ ამერიკა მოაგვარებს თელ უკრაინას წაიღებს და ამერიკის იქნება, ამერიკას არ აწყობს რომ რუსეთი თავისუფალი იყოს და მას რაღაცა კიდევ მანევრების გაკეთება შეეძლოს და ომში ურჩევნია იყოს ჩართული და თავისი ბნელი საქმეები გააკეთოს. ჭაობში ყავდეს რა ეს ხო და დაკავებული იყოს და სამჭაობი და დანარჩენი რა ვიცი მე არ ამგონია რომ ეს წელიწადი მშვიდობიანი იყოს მე ვისურვებდი რომ მშვიდობიანი იყოს და გისურვებთ ყველას მშვიდობას და კეთილდღეობას ჩვენ კიდევ ერთხელ გეუბნებით კი არ ვსაუბრობთ იმისთვის რომ გვეხალისება ეს საუბარი ჩვენ გესაუბრებით იმიტომ რომ თქვენამდე მოვიტანოთ ის მცდარი ნარატივები რასაც ტელევიზორები ერთი და მეორე გაყოფილი ეს ტელევიზორები ხალხს ტვინს ურევს ეს საერთოდ ქსელები საერთოდ ეს არის სოციალ ისე ერთი რამეა რა ეს აი მოკლე შეჯამება გავაკეთოთ ირაკლი ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება სანამ ეს ქვეყანა იქნება დაყოფილი კოცება და ნაცებად რა ერთი გამაერთიანებელი არის მეფე თუ მეფე გვეყოლა აი ეს რამენაირად უნდა მოხდეს ამათი მონარქიაზე გადასვლა არის ის გამოსავალი რომელიც თლიანად ერს გაერთიანებს გაამთლიანებს ქვეყანას აღდგება ისტორიული სამართლიანობა გვეყოლება მეფე რომელიც მედიატორი იქნება ხალხსა და ხელისუფლებას შორის იქნება სამართალდამცავი იქნება ჩვენი ეროვნული ღირსების გამტარებელი და ის მშვიდობისთვის იბრძოლებს ყოველთვის და იბრძოლებს იმისთვის რომ ქვეყანა ყოველთვის ფეხზე იდგეს, კეთილდღეობა იყოს, მშვიდობა იყოს და წინსვლა იყოს და მომავალი გქონდეს ქვეყანას. მადლობა რომ გვიყურეთ და მოგვისმინეთ. მომავალ შეხვედრამდე ამ დროს ერთ კვირაში. კარგად ბრძანდებოდეთ, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.